არ შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ ოცნება ზურაბიშვილს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტს საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა. კობახიძემ ზურაბიშვილს უთხრა, რომ კონსტიტუციის მორიგი დარღვევის შემთხვევაში პროკურატურა არ უნდა ეიმედებოდეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკური დევნის დაწყების დირექტივა პარლამენტიდან გაიცა. მანამდე პირველად საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან პროკურატურას პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუკვეთა პრემიერმაც. კობახიძის სიტყვა მუქარად აღიქვა თავად პრეზიდენტმა და თქვა, რომ არაფრის ეშინია. ვინ როგორ აღიქვა კობახიძის განცხადება, ქეთი ნადიბაიძემ მოისმინა პოლიტიკური შეფასებები. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება მუქარად არ აღიქვა მხოლოდ ადრესატმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის ცალსახა საჯარო მუქარა პრეზიდენტის მისამართით, რომელიც შესაძლოა უბრალოდ სიტყვებად მუქარად დარჩეს, ან იქცეს რეალობად. ყველა შემთხვევაში პერსპექტივა თუ რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ მუქარას, დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე, მის პოლიტიკურ და პარტიულ დღის წესრიგზე და გეგმაზე. პროკურატურა მისი გავლენის ქვეშ არის, ამიტომ მის პოლიტიკურ ნებაზეა ეს დამოკიდებული და ის რომ პროკურატურა პარტიულ დღის წესრიგს მიყვება, ეს ფაქტობრივად გუშინ კობახიძემ მის განცხადებაში დაადასტურა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ მას პროკურატურის იმედი არ უნდა ჰქონდეს. შესაძლებელია მისი ეს საერთაშორისო ვიზიტები გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივი სიბრტყეში. ანუ ეს იყო ის გაფრთხილება, რომელიც მას მისცა კობახიძემ, წარმოუდგენელია კობახიძე რატომ საუბრობს როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე პროკურატურაზე, მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყეს, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც რეალურად არის სასამართლოს და კრიმინალური იუსტიციის არადამოუკიდებელი ნაწილი, რა თქმა უნდა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის. ქართული ოცნება კიდევ ერთხელ გუშინ დამარცხდა, ეხლა როგორც გაჭრილი, ესე ვთქვათ, ხეცი არის ძალიან საშიში, ქართული ოცნებაც ხდება საშიში და შეიძლება მართლაც რაღაც სიგიჟეები ისევ წამოიწყოს, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან მკაფიო და მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევ კრახით დაასრულებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს მინიშნებები სისხლის სამართლებრივ დევნაზე შეიძლება გარკვეულწილად ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ გუშინ პრეზიდენტის განწყობაც და ამიტომ ამ ნაწილში მე მგონი ცხადია, რომ ყველა ესეთი წამოწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო იქნება, ბუნებრივია ამ წამოწყებებში ოცნება დამარცხდება კვლავ. პრეზიდენტი არც სისხლის სამართლის დამნაშავეა და არც კრიმინალი, ის არის ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც იყო პრინციპული არჩევანი ქართული ოცნების და ეხლა აღარ არის, იმიტომ რომ ის ემსახურება კონსტიტუციით გაწერილ ვალდებულებას დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიულობა, ისევე როგორც დაიცვა ჩვენი ევროპული მომავალი, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა განახორციელოს ევროკავშირის ლიდერ ქვეყნების მეთაურებთან და ამიტომ ისჯება ის. შესაბამისად, შეშინებული კაცების დაშინება იყო გუშინ პროკურატურით, მათ შორის და სხვა არაფერი. მუქარად აღქმული ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა გუშინ სხდომათა დარბაზში, როდესაც სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით ახსენა პროკურატურა და სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლო დაწყება მრავალჯერადად დარღვეული კონსტიტუციის გამო და იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მმართველი პარტიის რიგებში არ გამორიცხავენ, რომ ახლა უკვე დავა დაიწყოს სხვა მიმართულებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კუთხით. ეს ფაქტობრივად დღეს გაიმეორა პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომელიც პარტიის თავმჯდომარის შემდეგ ამ საჯარო გზავნილს შეუერთდა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, იქნება სისხლის სამართლებრივი ნაწილი თვალსაჩინო შემდეგ ეს არის პარლამენტის კომპეტენცია. ერთი, თუმცა შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ სასამართლოს დასკვნის შემდეგ ფაქტია, რომ მთავრობის ნებართვის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება წარმოადგენს დარღვევას და ის არ არის ვერ იქნება ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხარჯი ასეთი მოგზაურობისა უნდა გაწეული იყოს კერძო თანხებიდან და ამას ნაწილობრივ თავად ზურაბიშვილიც ადასტურებდა იმით, რომ მან ბოლო რამდენიმე ვიზიტი პირადი სახსრებით დააფინანსა, როგორც მან განაცხადა. ამიტომ ნებისმიერი თეთრი დახარჯული ასეთ ვიზიტის დროს იქნება უკანონო ხარჯვა და რა თქმა უნდა ამას როგორც სხვა დროს არის ხოლმე რეაგირება.
ასეთია ის გაფრთხილებები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან ისმენს სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით. რა პერსპექტივა ექნება ამ საჯარო მუხარას? შესაძლოა უახლეს მომავალშიც გახდეს ცნობილი, რადგან სალომე ზურაბიშვილს მაგალითად ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი ჰქონდა ვიზიტი დანიის სამეფოში, რომელსაც ასევე მთავრობას ხელი არ მოუწერია და მას მთავრობის ნებართვა არ აქვს. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, გაემგზავრება თუ არა ამ ვიზიტში. ასევე ნოემბერ-დეკემბერშიც მას კიდევ რამდენიმე ვიზიტი აქვს დაგეგმილი და გახდება თუ არა მაგალითად თუნდაც მომდევნო მისი ვიზიტი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, ამას საზოგადოება უახლეს მომავალში შეიტყობს.